მოგესალმებით. უკვე მეოთხე წელია საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი არის ომი უკრაინაში. გასაგებია რატომაც. ბოლოს და ბოლოს ევროპის კონტინენტზე ომი მიმდინარეობს. და როგორც შტატების სახელმწიფო მდივანმა აღიარა, ეს არის არა უბრალოდ ომი, არამედ პროქსი ომი ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის, შეერთებულ შტატებს, რომელიც უკრაინას ეხმარება და რუსეთს შორის. ძალიან კარგია და მისასალმებელია, რომ შტატების პრეზიდენტი ახალი ადმინისტრაციის სახით და განსაკუთრებით მარკო რუბიოს სახით ვისმენთ იმ რეალობას, რომელსაც Deep State თავისი მარიონეტებით მალავდა 3 წლის განმავლობაში. ეს მარიონეტები იყვნენ შტატებში ბაიდენის ადმინისტრაცია და ევროკავშირში ბრიუსელის ბიუროკრატია. ომის მეოთხე წელი დაიწყო და ისეთი არაადეკვატური განცხადებებიც მოგვისმენია, რომ თურმე დასავლეთი უკრაინას იარაღს აწვდის რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ომში არ არის ჩართული. ასეთ რეალობას ასდენილ განცხადებებს არც მარკო რუბიო იწონებს დღეს და ტრამპი ხომ მით უმეტეს, რომელმაც უკრაინის ნატოში გაწევრიანების ილუზიას ისეთი მყარი წერტილი დაუსვა, რომ ევროკრატების ხმაური აქ უკვე აღარაფერს ცვლის. რეალური პოლიტიკა რეალურ მოლაპარაკებებს ითხოვს და არა ჰაერზე გაკეთებულ განცხადებებს. ამაშიც საკმაოდ რაციონალურია ტრამპის ადმინისტრაცია. ჯერ იყო შეხვედრა ლავროვთან რიადში, შემდეგ შეხვედრა უკრაინელებთან ჯედაში. შემდეგ ტრამპის განსაკუთრებული წარმომადგენლის სტივ ვიტკოფის მეორე ვიზიტი მოსკოვში. ამ პროცესში ხაზი უნდა გავუსვათ მოთამაშეებსა და მათ ინტერესებს. რეალურად თუ ომი უკრაინაში არის პროქსი ომი, მაშინ არ უნდა მოგვერიდოს იმის თქმა, რომ მოლაპარაკებები მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის იმართება შესაბამისი მაღალი რანგის პირების მიერ და უკრაინის წარმომადგენლები მაინც მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ. ევროკავშირის ბიუროკრატია კი როგორც აქამდე იყო Deep State-ის მარიონეტი, ახლაც იმავე მდგომარეობაშია. უბრალოდ უფრო კომიკურად გამოიყურებიან ყველანი ერთად. ევროკრატების კომიკურობა ჩანს იმაში, რომ საერთოდ არავინ არაფერს არ ეკითხება მათ. არც ტრამპი, არც პუტინი. ეთყობა არ იყო რუსეთს სანქციების 16 პაკეტი და ალბათ ფონ დერ ლაიენის ევროკომისრები კიდევ მოიფიქრებენ, რომ მეტი და მეტი პაკეტები მიიღონ. იქნებ ამით მაინც დაანახონ სხვებს საკუთარი აქტუალობა. ჯედაში შტატებისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ გამოჩნდა ისიც, რომ ევროკრატებსა და მათი სახით გლობალურ Deep State-ს ომის შეჩერება არ სურს. შესაბამისად რუსეთის სტრატეგიული დასუსტების გეგმა მათთვის არ იცვლება. უბრალოდ თუ ადრე სიმძიმის ცენტრი ვაშინგტონსა და ბაიდენის ადმინისტრაციაზე იყო, ახლა სიმძიმის ცენტრმა ბრიუსელსა და ევროკრატებზე გადმოინაცვლა. რაში ჩანს, რომ ევროკრატებს ომის გაჩერება არ სურთ? მათ განცხადებებში. როგორც კი მოლაპარაკებები დასრულდა, ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ თურმე ახლა რუსეთის ჯერია და ცეცხლი უნდა შეწყდეს. მოდით ახლა მოლაპარაკებებში ჩართული ბირთვული სახელმწიფოს ლიდერების გადმოსახედიდან შევხედოთ. მოლაპარაკებებს ტრამპი და პუტინი აწარმოებენ. ევროპელებს არც არაფერს უთანხმებენ, შესაბამისად ვინ კითხავს ამ ფონზე მაკრონს, ბერბოკს, კალას, კოშტასა და სხვებს ბურთი ვის მოედანზე იქნება. ანუ რა გამოდის? რუბიომ, ვოლცმან და ვიტკოფმა არ იციან მოლაპარაკებების შემდეგი ნაბიჯი რა უნდა იყოს და ბრიუსელის ბიუროკრატია მიცის? ამერიკელ დიპლომატებს ფრთხილი ოპტიმიზმი აქვთ და ამ ფონზე მაკრონისა და სტარმერის ულტიმატუმები, რომ ახლა რუსეთმა ცეცხლი უნდა შეწყვიტოს და თუ ამას არ იზამს, მაშინ ჩაშლილა მოლაპარაკებები ხომ აფუჭებს მოლაპარაკებების პროცესს. აფუჭებს და სწორედ ეს არის ასეთი განცხადებების მიზანი. ევროკრატების მიზანია მოლაპარაკებების ჩაშლა და ომის გაგრძელება. ამიტომაც მართავენ სხვადასხვა სამიტებს ხან ლონდონსა და ხან ბრიუსელში. პუტინის პასუხი რომ ზავი მისაღებია, მაგრამ ნიუანსებია დასაზუსტებელი, რუსეთის მხარის უარად არც ტრამპს მიუღია და არც რუბიოს. ამ ფონზე ხომ მით უმეტეს კომიკურად გამოიყურებიან ევროკავშირში Deep State-ის მარიონეტები. რუბიოს ერთ-ერთ კონფერენციაზე უკვე გაცვეთილი კითხვაც დაუსვეს. ენდობა თუ არა პუტინს, რაზეც რუბიომ უპასუხა, რომ პოლიტიკა რეალიტი შოუ არ არის და რომ ამერიკა არ მიიღებს საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იმ განცხადებების საფუძველზე, რასაც რომელიმე ქვეყნის ლიდერი აკეთებს პრეს-კონფერენციაზე ან სოციალურ მედიაში. მთავარი არის ქმედებები და არა იმის ძახილი, ვინ ვის ენდობა, ვინ არის ყველაზე არასაიმედო, ვინ სისხლის მსმელი და ვინ დასაპატიმრებელი. ქმედება კი შემდეგია. ჯედაში გამართული მოლაპარაკებების შედეგები ჩავიდა მოსკოვში, საიდანაც ამ ყველაფრის დაზუსტება მოითხოვეს და საკუთარ ხედვასაც გაუზიარებდნენ მეორე მხარეს. ახლა ტრამპის ადმინისტრაციაში იფიქრებენ და ასე იქნება მანამ, სანამ პროცესი ორივე მხარისთვის მისაღებ შედეგებამდე არ მივა.
ევროკავშირი, ბრიუსელის ბიუროკრატია და ევროკრატები კი ამ პროცესიდან აბსოლუტურად გათიშულები არიან. სწორედ ეს არის მათი გაღიზიანების მიზეზი. არც მოლაპარაკებებზე ეძახიან და ომიც საბედნიეროდ და მათ და სამწუხაროდ დასასრულს უახლოვდება. დღეს უკვე ღიად გამოჩნდა, რომ დიდ გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ბრიუსელი უკეთეს შემთხვევაში პაიკია. წამყვანი ფიგურები კი ვაშინგტონი, პეკინი და მოსკოვი. ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებზე ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. ვლადიმერ ზელენსკის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის გუნდმა უკრაინის პრეზიდენტის ქცევა რამდენიმე დღის განმავლობაში მკვეთრად შეცვალა. იმის მსგავსად, როგორც მინიატურული თოჯინის სასცენო სახე იცვლება სპექტაკლის განმავლობაში. ეს დონალდ ტრამპის მხრიდან უფრო მშვიდობის იძულების ღონისძიებას წააგავდა, რომლის შედეგადაც უკრაინის ჭირვეული ლიდერი რადიკალურად განსხვავებულად ალაპარაკდა და თავისი მზაობა გამოთქვა 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, წინასწარი დათქმების გარეშე. უბრალოდ ზელენსკის მოუწია დათანხმება თავისი საომარი სურვილების მიუხედავად, რადგანაც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარი უსიამოვნო შეხვედრის შემდეგ განრისხებულმა ტრამპმა უკრაინას ყოველგვარი სამხედრო აღჭურვილობის და სადაზვერო ინფორმაციის მიწოდება შეუწყვიტა, რამაც მომენტალურად იქონია სავალალო ზეგავლენა უკრაინელების მდგომარეობაზე ფრონტის ხაზზე. დონალდ ტრამპმაც უკვე არაერთხელ მიანიშნა, რომ პუტინს ომის დამთავრება სურს, ხოლო ზელენსკის კი ომის გაგრძელება. ოვალურ კაბინეტში მომხდარი უსიამოვნო ინციდენტის შემდეგ ტრამპმა პირდაპირ ზელენსკის დასდო ბრალი. მე მინდა დაუყოვნებლივი მშვიდობა. პრეზიდენტ პუტინს ომის დამთავრება სურს. თქვენ დაინახეთ ის, რაც მე ვიხილე დღეს. ამ ადამიანს სურს ჩვენ დაგვითანხმოს და ომი გააგრძელოს. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ამის შემდეგ ამერიკელმა ჟურნალისტებმაც რამდენიმეჯერ კითხეს დონალდ ტრამპს ნამდვილად ჟერა მას თუ არა რომ რუსეთს ომის დამთავრება სურს, რაზეც ის დამაჯერებლად პასუხობდა. როდესაც პუტინი ამბობს, რომ მას მშვიდობა სურს, გჯერათ თუ არა მე მისი? მჯერა რომ მას მშვიდობა სურს. გუშინ მას მე ტელეფონით ველაპარაკე და მე ვფიქრობ რომ მას მშვიდობა სურს. მე მას კარგად ვიცნობ. მე მგონია ის მეტყოდა მას თუ მშვიდობა არ უნდა. ამ საკითხში მე მას ვენდობი. მე სიამოვნებით ვიხილავდი რუსეთს G7-ში. მე ვფიქრობ რომ შეცდომა იყო მათი გაძევება. მაგრამ ამის გარდა დონალდ ტრამპი ირიბად მისი სახელის ხსენების გარეშე უკრაინის პრეზიდენტს დაემუქრა, თუ ის ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდებოდა. შეიძლება ვიღაცას არ სურს მოლაპარაკება. მე მგონია რომ ეს ადამიანი დიდხანს არსებობას ვერ შეძლებს. ამ ადამიანს დიდხანს მოსმენას არ დაუწყებენ. მე მჯერა რომ რუსეთს შეთანხმება სურს. მე მჯერა რომ უკრაინელ ხალხს სურს შეთანხმების მიღწევა. ისინი ყველაზე მეტად დაიტანჯნენ. შეერთებული შტატების მხრიდან ყოველგვარი სამხედრო დახმარების და ჭირვეული ზელენსკის მორჯულების შემდეგ გასულ კვირას საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, სადაც უკრაინელები დათანხმდნენ 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის ამერიკულ წინადადებას. როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს უფრო იძულებას ჰგავდა, ვიდრე დამოუკიდებლად მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ ამის მიუხედავად ეს ომის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამერიკულ-უკრაინული მოლაპარაკებების და უკრაინელების თანხმობის შემდეგ ამერიკული დელეგაცია რუსეთში გაემგზავრა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ბურთი რუსეთის მოედანზეა და ოფიციალური მოსკოვის პასუხს დაელოდებიან. ევროპელმა ლიდერებმა ერთმანეთის მიყოლებით სინქრონში დაიწყეს მარკო რუბიოს ფრაზის გამეორება, რომ ბურთი რუსეთის მოედანზეა. ახლა მოუთმენლად ველით რუსეთის პასუხს, რათა დასრულდეს საომარი მოქმედებები, შეჩერდეს ადამიანთა ხოცვა, მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დავსვათ მხარეები. უკრაინა მზადაა ბრძოლის ყველა ხაზზე შეწყვიტოს მოქმედება და დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი ომის დასრულებაზე. ვნახავთ მათ გამოხმაურებას და თუ ეს დადებითი პასუხი იქნება, ეს ნიშნავს რომ მშვიდობის რეალური შანსია. თუ უარყოფითი პასუხი იქნება, ეს იქნება უაღრესად სამწუხარო და მათი განზრახვა გასაგები გახდება. პოზიტიური პასუხის იმედი გვაქვს. ბურთი მათ მოედანზეა. კრემლის პასუხმაც დიდხანს არ დააყოვნა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ზოგადი მზაობა გამოთქვა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. თუმცა დასძინა, რომ დეტალები დასაზუსტებელი იქნება, რათა საომარი მოქმედებები 30 დღის გავლის შემდეგ კვლავ არ გაგრძელდეს და მყარი მშვიდობა დამყარდეს. პირველ რიგში მსურს სამადლობელი სიტყვით დავიწყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბატონი ტრამპის მიმართ.
იმიტომ რომ ის უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებას ამხელა ყურადღებას აქცევს. ჩვენ თანახმავართ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მოწოდებებზე, მაგრამ იქიდან გამოვდივართ, რომ ცეცხლის შეწყვეტამ გრძელვადიან მშვიდობასთან უნდა მიგვიყვანოს და მოგვაცილოს ამ კრიზისის გამომწვევი მიზეზები. როგორც ასეთი ეს სწორი იდეაა და ჩვენ რა თქმა უნდა მას მხარს ვუჭერთ, მაგრამ არსებობს საკითხები, რაც ამერიკელ კოლეგებთან უნდა განვიხილოთ. არსებობს იმის გონივრული ეჭვი, რომ უკრაინამ 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ძალების აღსადგენად გამოიყენოს, ჯარების გადასროლის და სამხედრო ტექნიკის შევსების მიზნით. უკრაინელი სამხედროების ბოლოდროინდელ წარუმატებლობას თუ მივიღებთ მხედველობაში, ასეთ ეჭვს ნამდვილად აქვს არსებობის უფლება. გასულ კვირას რუსმა სამხედროებმა ომების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მანევრს მიმართეს. სუჯაში მდებარე გაზსადენში შეძრნენ და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოულოდნელად დაესხნენ თავს. ზუსტად ის გაზსადენი, რომლითაც ადრე უკრაინის გავლით ევროპას რუსული გაზი მიეწოდებოდა, ამჯერად რამდენიმე ათეულმა რუსმა სამხედრომ მოულოდნელი მანევრისთვის გამოიყენა. Ну что скажете, пацаны, где мы? В трубе, Труба куда ведет? На суджу, это же მათ გაზსადენში საერთო ჯამში 10-ზე მეტი კილომეტრი გაიარეს. სპეცოპერაციას მალე მეტსახელიც მოუნახეს მილი. საერთო ჯამში კურსკის მიმართულებით წამოწყებულ უკრაინულ ავანტიურას საკმაოდ ბევრი ჯარისკაცი შეეწირა და რუსული სამხედრო დანაყოფების მიერ წარმატებული კონტრიერიშის შედეგად კურსკის ოლქი თითქმის მთლიანად იქნა დაბრუნებული. ცოცხლად გადარჩენილი უკრაინელი ჯარისკაცები ან რუსებს ჩაბარდნენ, ან ვინც შეძლო უკან გაიქცა. უკრაინელების კურსკში განცდილი მარცხით კომიკურობამდე დამწუხრებულმა გერმანული ბილდის სამხედრო ჟურნალისტმა იულიან რიობკემ ყველა რუსული გაზსადენის აფეთქებისკენ მოუწოდა ევროპელებს. ამ მოვლენების პარალელურად დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც სავარაუდოდ კურსკის ოლქში დატრიალებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ჩვენ გუშინ ძალიან კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებები გვქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ძალიან კარგი შანსია, რომ ეს საშინელი, სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდეს. მაგრამ ამ წუთას ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი გარშემორტყმულია რუსეთის ჯარის მიერ და ძალიან ცუდ და მოწყვლად მდგომარეობაში არიან. მტკიცედ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს დაინდოს ისინი. ეს იქნება საშინელი ხოცვა-ჟლეტა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. უფალმა დაიფაროს ყველა მათგანი. რუსი სამხედროების დიდი კონცენტრაცია აგრეთვე პოკროვსკის მიმართულებით, სადაც წელიწადზე მეტია მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად მხოლოდ პოკროვსკის გარშემო 70-დან 100,000-მდე რუსი ჯარისკაცი იმყოფება. პოკროვსკს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც სწორედ იქ გადის რკინიგზის კვანძები და უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგებისთვის ეს მეტისმეტად მნიშვნელოვანია. უკრაინელები რუსებს ძირითადად დრონებით უწევენ წინააღმდეგობას. აირით იხსნიან უკრაინელი ჯარისკაცები რუსების წარმატებას დონეცკის ფრონტზე. ისინი ძალიან მალე სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე, ძალიან სწრაფად. პირველ რიგში რუსებს დიდი რაოდენობის артиლერია გააჩნიათ, საზარბაზნე артиლერია, ნაღმსატყორცნი артиლერია და ასევე ჯავშან ტექნიკა. მოკლედ უკრაინელების მდგომარეობას თუ გადავხედავთ ფრონტის ხაზზე, 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა პირველ რიგში თვითონ უნდა უნდოდეთ, მაგრამ აქ მთავარი კითხვა ჩნდება. ეს გრძელვადიანი მშვიდობის პირველი ეტაპი იქნება თუ უკრაინელები უბრალოდ დროს მოიგებენ და ომის გაგრძელებისთვის მოემზადებიან. მით უმეტეს უკვე არსებობს მინსკის ხელშეკრულების გამოცდილება, რაც უკრაინელებმა დროის მოსაგებად გამოიყენეს და მის შესრულებას საერთოდ არ აპირებდნენ. ეს მაგალითად გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმაც აღიარა და ირიბათ ექს-პრეზიდენტმა პოროშენკომაც იგივე გაიმეორა. ან შეგვიძლია გავიხსენოთ როგორ დასცინოდა ვლადიმერ ზელენსკი ვლადიმერ პუტინს, როდესაც 2019 წელს ის მინსკის შეთანხმების შესრულებას ითხოვდა. მინსკის მოლაპარაკებებზე და მაკრონის მილიტარისტულ განცხადებაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც გააკეთა კომენტარი რამდენიმე დღის წინ ამერიკელ ბლოგერებთან საუბრისას. They started army operation. მათ დაიწყეს სამხედრო ოპერაცია საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს გადაიზარდა ომში, რაც დასრულდა 2015 წელს მინსკის შეთანხმებით, რის წარმოდგენასაც პრეზიდენტი მაკრონი ისეთ ცდილობს, თითქოს პუტინს არ უნდოდა ამის შესრულება. ეს პრეზიდენტ მაკრონის ძალიან სასაცილო გამოსვლა იყო. ეს ასევე დაკავშირებულია ნატოსთან, იმიტომ რომ ის ყველას დაცვას პირდებოდა 3 თუ 4 ატომური ბომბით. მინსკის მოლაპარაკებისას ჩვენ 17 საათი გავატარეთ ნონ-სტოპ რეჟიმში და შეთანხმება მიღწეული იყო და ამის შემდეგ
ეს შეთანხმება დამტკიცებული იყო უშიშროების საბჭოს მიერ. ამას კი წინ უსწრებდა საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებული ემანუელ მაკრონის მიმართვას საკუთარი თანამოქალაქეებისადმი, სადაც მან თქვა, რომ ევროპის მომავალი არ უნდა წყდებოდეს ვაშინგტონსა თუ მოსკოვში და მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა საგარეო პოლიტიკის კურსი შეცვალა, ის მზადაა მთელ ევროპულ კონტინენტს ატომური იარაღის ქოლგა შესთავაზოს. თუმცა საფრანგეთის ატომური არსენალი ნამდვილად არ იქნება საკმარისი ევროპაში შეერთებული შტატების ატომური იარაღის მოცულობა რომ ჩაანაცვლოს. მაკრონის ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტსაც არ გამორჩენია და მან ფრანგვიზავის შეახსენა თუ როგორ დამთავრდა ნაპოლეონის რუსული თავგადასავალი. ამერიკული მშვიდობის გეგმა ევროპულისგან იმით განსხვავდება, რომ ცეცხლის შეწყვეტაზეა ორიენტირებული და ჯარისკაცების გაგზავნას უკრაინაში არ ითვალისწინებს, თუნდაც მშვიდობის ყოფილთა ეგიდით. ევროპელები კი ცდილობენ მათი სამხედრო კონტინგენტი იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტია. რუსული მხარე კი ამას არ თანხმდება. უკრაინის ნატოში წევრობის საკითხი აღარ განიხილება. თუ სამშვიდობო მოლაპარაკების ფრთხილი ოპტიმიზმი გამართლდა, შესაძლოა უკრაინის კონფლიქტი გაიყინოს და საომარი მოქმედებები შეწყდეს, მაგრამ ევროკავშირი ყველანაირად ცდილობს ამ პროცესის შეფერხებას. უკრაინა ნატოს ტერიტორიების 20%-ზე მეტის და მილიონობით ადამიანის გარეშე რჩება. ევროკავშირი თუ უკრაინელებზე გულწრფელად ზრუნავს, მაშინ შეუძლიათ მიიღონ საკუთარ გაერთიანებაში, მაგრამ სამწუხაროდ უკრაინა მათთვის რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ჯარისკაცია და არა ევროკავშირის მომავალი წევრი. როდესაც უკრაინის ომზე ვსაუბრობთ, ნურცის დაგვავიწყდება, რომ დღეს ვინც ქუჩაშია გამოსული და უკვე თავად აღარ იციან რა სითხოვენ, 3 წლის განმავლობაში მეორე ფრონტის გახსნის მხარეს იყვნენ. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მსგავსი და რეალისტური პოლიტიკის გატარებას აპროტესტებდნენ და თურმე სირცხვილის წვავდათ, რომ ზელენსკის მსგავსი ლიდერი არ ჰყავდათ. დღეს კი ზელენსკის მით უმეტეს არაფერს ეკითხებიან. მას არალეგიტიმური პრეზიდენტობის ცოტა დრო დარჩა. მე ივანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე უყურეთ ევროკრატიას.